საინტერესო კომენტარია. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, თქვენ პრორუსები ხართო, მე ჩემი ყურით გავიგონებო, რომ ზურა მახარაძემ თქვა გონიოში მოიცა როგორ წეს გონიოში ბაზას თანახმოვარ ბაზა რო იდგესო. ნუ აფხაზეს და სამაჩაბლოს თუ დაგვიბრუნებენ. არა. უსული ბაზა გონიოში უნდა დავაყენო და ყველაფერი გადაწყდება, ეს თქვა არა. მახარაძემ თქვა, რომ თუ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მოხდება, მაგაში შეგვიძლია რუსებს, რომ მათი სამხედრო ობიექტების სტატუსზე შეუთანხმდეთ. და რავია, ეხა ეგ მე ვაფშე დებილი მგონი ადამიანი, რომელიც აი გონიოში ბაზა არის და სამაგიეროდ აფხაზეთ და სამაჩაბლო ბრუნდება და არა ეგ მოღალატეა. ვის მაღაზე უარს ერთ რაღაცას დავამატე. მე 2006 წელს რაც იყო. ხო. ანუ 2006 წელს რო იყო აქ მიშას დროს და ვიღაცამ რო რა აზრი ითქვა მაშინ, ხო? ვიღაცამ რო შემოგთავაზოს, რომ მიშას დროს რო იყო ბაზა, ეგ დაბრუნდეს. ოღონდ აფხაზეთი და სამაჩაბლო თქვენია ნებისმიერი ადამიანი. რომელიც გამოვა და ამაზე იტყვის, არა, აი მიშა 2007 წელს იყო ჯერ კიდევ. ახალ ქალაქში და გონიოში ბაზა. აი ეგ მოცემულობა დაბრუნდეს უბრალოდ და ტერიტორიულ მთლიანობას აღიდგენთ. და მაგაზე ვიღაცა რომ გამოვა და იტყვის, რომ არა, მე არ მინდა ტერიტორიული მთლიანობა 2007 წელს და 2000 ეგ არ ვიცი, ვისი მაგას მე ვერ დავკვდა. ვისი ამომრჩეველი ეგ ვისი ამომრჩეველი ხარ? ხალხო, გამოდით და აი უბრალოდ თქვენ თვითონ თქვით ვის უჭერთ მხარს მაგ ტექსტით. მე გეტყვი ეგ ეხლა მე წავიკითხე და ბიჭო აი ეს ადამიანი როგორც ხვდები ოცნების მომხრეა. ბიჭო აი ოცნების მომხრე. ანუ ბიჭო ოცნება მაკაც რა უნდა უთხრა, მე ჩემი ყურით ამაკ მოსმენილი ვოლსკიმ თქვა, რომ კონფედერაციაზე ვარ თანახმაო და კონფედერაციაზე თუ დათანხმდება ქართული ოცნება, ეგ ნიშნავს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს და კონფედერაციიდან გასვლის უფლება აქვთ მერე და ჩვენ ეგეთი სისულელი არაფერი არ გვითქვია, კაცო, მაგ ადამიანს ქართული ოცნების მომხრე თუ არის ჯობია რომ გაანალიზოს მის პარტიას რეакცია. კიდე სხვა ვარიანტსაც დავამატებ, ანუ საერთოდ ამერიკა ოცნებას პრორუსობას ედავება და ცოტა მაინტერესებს, აი თქვენ თავს ცოტა ეს ოცნების ამომრჩევლებში ცოტა სინდისის კაი საქონელი. ნახე ეს რა დებილია, ნახე პროსტა. აი საინტერესო აფხაზეთ და ცხინვალს დაგვიბრუნებთ მთლიანი საქართველოს მივცეთ ბატონებო მიპასუხეთ, აი მთლიანი საქართველოს მივცეთ რა შუაშია. ანუ 2006 წელს მთლიანი საქართველოს რუსეთის იყო? 2007 წელს მთლიანი საქართველოს. ანუ 2005-ში, 4-ში, 3-ში, 2-ში, 1-ში სადამდე წავიდე, არ ვიცი და მოდი აი მაგ ბაზაზე კიდე რაღაცას ვიტყვი რა. მე მაგალითად აი ქართულ პოლიტიკაზე ცოტა ასეთი ხალხია რომ წარმოდგენა როგორ მაქიცი რომ ცოტა არაფერი რატო არ გვეშველება, მოდი მაგას აგიხსნით მაგ ბაზის მაგალითზე რა. საქართველოში გინდა ოცნებას გინდა ნაცებს, გინდა გახარიას, გინდა გირწ, ყველას რო კითხო, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ. ხო უნდა აღვადგინოთ და ყველა გეტყვის, კი. როგორ უნდა აღვადგინოთ და ტექსტი არის ესეთი, აი მომისმინე მეგობარო, შენ ხა აგიხსნი როგორია ტექსტი რა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერით და საერთაშორისო ინსტიტუტების მტკიცე ჩართულობით ჩვენ მივაღწევთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე აფხაზები და ოსები შემოგვიერთდებიან ჩვენ ომის გარეშე. ეს არის ტექსტი. ეგ ტექსტი არის კვერცხობა. იმიტომ რომ საერთაშორისო ინსტიტუტები კიდიათ რუსებსაც და აფხაზებსაც აფხაზეთს კი არა, ვაფშე არაფერზე აღარ მუშაობს, აგერ უკრაინაშიც ომია და საერთაშორისო ინსტიტუტების თავზეც გავიარეხდება ახლა. ამიტომ სინამდვილეში თან მაგი ყველა მიცის და არავინ წესიერად პასუხს არცემს აფხაზეთი და სამაჩაბლო როგორ უნდა დავიბრუნოთ. საქართველოს თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც მაგ კითხვაზე გითხრათ კონკრეტული პასუხი. და პასუხი რა შეეცი, რომ რუსებს სამაჩაბლოში და აფხაზეთში ჯარი რატო უყენიათ და რატო გვაქვს წართმეული ეგ ტერიტორიები? კითხვა ხო შეიძლება ეგეთ დაისვას. და კი, იმიტომ რომ ეკონომიკურ სარგებას მაქედან არ ნახულობენ, არაფერი რამე ისეთი პირიქით, აი ფულს ყრიან შიგნით. მაგათთვის არის მანდ სამხედრო კონტროლის ზონა. და ერთადერთი მიზეზი, რატომაც შეიძლება სოხუმში სამხედრო ბაზამ რუსებისთვის აქტუალობა დაკარგოს, არის ის, რომ
სამხედრო ბაზა იქნება გონიოში. და მაგას რატო გიხსნით, იცი? შენ შეგიძლია სახელმწიფო სუვერენიტეტი გქონდეს. აი როგორც 2006 წელს გქონდა, 7 წელს გქონდა, 3-ში, 2-ში, რავი, ხო გქონდა სახელმწიფო სუვერენიტეტი. რუსეთის ნაწილი ხო არ ვიყავით? მაგრამ იმის სამხედრო ობიექტი იყო. აი მაგაზე თუ უთანხმდები, შენ შეგიძლია რომ იმასთან მაგაზე მოლაპარაკებები დაიწყო. მაგის გარეშე რუსეთთან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე მოლაპარაკებები არის შეუძლებელი. მოდი ზურა ეხა ეგეთ და მაგას რო ვხსნი და ერთადერთი ადამიანი რო ვარ, რომელსაც რაღაცა კონკრეტული პასუხი გაგცათ იმაზე, აფხაზეთ და სამაჩაბლო როგორ უნდა დაბრუნდეს, სიმართლე რო გითხარით. იმიტომ კი არა რომ მიხარია რო ესეა, მე ვაფშე რა მინდა, იცი? ნიკოპსიდან დარუბანდამდე რო იყო საქართველოს და აქეთ რო ეშინოდეს ჩვენი ყველას, ეგ მინდა. მაგრამ სიმართლე ის არის, რომ სხვანაირად აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვერ ვიბრუნებ და ერთადერთმა ადამიანმა, ვინც სიმართლე გითხრა მაგაზე, მაგას რომ მაგ სიმართლეს თქმის გამო უტრაკებ. ეგ ნიშნავს, რომ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ჩვენ ვერ დავიბრუნებთ ესე. და ესე თუ გავაგრძელეთ, შეიძლება კიდე რაღაცები წაგვართვა. იმიტომ კი არა რომ ვინმეს უნდა და უხარია ეგ. იმიტომ რომ ჩვენ მიდრეკილი ვართ ინფანტილური მოქმედებისკენ. აი მინდა და მოდი სამყარომ ეხა ჩემი სურვილები ამისრულოს. აი მთელი ერი, პოლიტიკური ელიტა, ყველა ეგრე აზროვნებს რა. და ბიჭო, რავი, მე კი არ მიხარია, აგერ კაცო, მეც გეტყვი მაგ ტექსტს აწი რა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების მტკიცე ჩართულობით და ჩვენი დასავლელი პარტნიორების გვერდში დგომით დაბრუნდება ყველაფერი ისე რომ ჩვენ არაფერს არ გავაკეთეთ. რავი, რამე პრობლემა კი არა. აჰა, მიდით. არ არის ეს ადამიანი ის ადრესატი, ვისაც ეგ საკითხი აწუხებს, კაც ფეხებზე კიდია, კაც პრორუსობაც და ისიც. სინამდვილეში ამ ადამიანს ვეტყვი შემდეგს. შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა სანქციები ჩვენ დაგვადო არა რუსეთთან კავშირისგან. სანქციები დაგვადეს 5 ივლისის გამო. ანუ გეი პარადი რო არ ჩავატარებინეთ მათ. პრორუსებთან და რუსეთთან კავშირებს და რაღაცების გამო ქართულ ოცნებას დაადეს კაცო სანქციები. ივანიშვილს დაადეს რუსეთთან კავშირების გამო სანქციები და ოცნების ამომრჩეველი მაგ თემით რო აქეთ გიტევს. ხო, ეგ ძალიან ხო, თავი ხო არ მიარტყი რაღაცას. შენ დაგადეს, შენ დაგასანქცირეს რუსეთთან კავშირის გამო. ჩვენ დაგვასანქცირეს გეი პარადი რო არ ჩავატარებინეთ. ხვდები? ამიტომ ეხა რა სინაგლესაც ხო რაღაცა ზღვარი. საზღვარი. თან ეხლა როგორი რაღაცა იცი, კონფედერაციაზე თანხდებით. აი მოღალატეობრივ, ან კონფედერაცია რას ნიშნავს, რომ უნდა აღიარო დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და მე კონფედერაციის ფორმატში გაერთიანდე გასვლის უფლება რო აქვს იმათ. და მაგის მხარდამჭერი ჩვენ გვეძახის მაგაზე თანხდებით, ბიჭო. მოღალატეობრივ, ეგ როგორი რაღაცაა, დათმობაზე, ჩუქებაზე თანხდებით. ოცნების წარმომადგენლებს ნათქვამი აქვთ, რომ კონფედერაციაზე უნდა დავთანხმდეთო და მაგაზე მე რასაც შიშობთ. მანდ წავა. საქმე, მანდ შეიძლება წავიდეს საქმე და გაправებას დაიწყებს, კაცო, თქვენ ხელისუფლებას ნათქვამი აქვს, რომ კონფედერაციაზე თანხმობა იქნება ჩვენგან და მაგასთან იმის შედარება 2007 წელს რა მდგომარეობაც იყო. ეგ რო დაბრუნდეს, ოღონდ ტერიტორიები დაგვიბრუნდეს, მაგაზე კაცო, საერთოდ ვინ გამოდის და უარს რას ქვია. ეხლა რო გითხრან, ხვალე აფხაზეთს გიბრუნებ და ის რა ქვია, იმაში გონიოში რაღაცა 2007 წელს რო ბაზა იდგა, 2007 წლამდე ეგ მდგომარეობა დაბრუნდეს, რომ მაგაზე ეხლა ეს გამოვა და ან ვინმე გამოვა და იტყვის, რომ არა მინდა კაცო, აფხაზეთი რა იმების დაბრუნება რა, რა ტერიტორიების დაბრუნება, რა ტერიტორიების დაბრუნება, თქვენ ცოტა ამ კონფედერაციების თანხმობაში, ცოტა ძალიან ზედმეტ პრორუსობაში ხო არ გადახვედით მართლა, მართლა, აი ძალიან დიდი პრობლემა რა არის ამ ქვეყანაში. ერთის მხრივ ეს ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები დარბიან და რაღაცა ამ ხალხს აბოლებენ, ხო? რაღაც დარბიან და რაღაც
სტიგმატიზებას ახდენენ და რაღაცებს ტყუილების მანქანაა, ხო? და ეს ოცნების ტელევიზიებიც რო არაფრით არავისზე უკეთესი რო არ ახართ და ეს ოცნების ის გამპრავებლებიც რაუბედურება ხალხო, ასე ყველაფრის კადრება ხო არ შეიძლება, კაცო. ანუ მართლა ვისზე რას ამბობ, კაცო. აი რაღაცა ხო არსებობს ოცნება ხარ ბოლო გაჩერდი რა მთელი დედამიწა რუსეთუმეს შენ გეძახის და გაჩერდი რა არა ეკო რა სხვაზე თითებს იშვერ გაჩუნდი აი რაღაცა ის ხო არსებელია რომ რუსეთის აგენტობის იარლიხს რო გამოიყენებ იმათ რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო ცოტა ხო არ ვიცი აი რაღაცას ინანგლესა ნახე ძალიან მარტივად ვთქვი ადამიანი პროდასავლელი თუ ხარ რუსეთუმე ვინ არის მაგას არ ყვევ ამერიკით ხო ამერიკა მოცნებაზე თქვა რომ რუსეთუმეები არიან და ეხა შენ წადი და ამერიკას უხსენი რომ ოცნება რუსეთუმეები არ არიან მე რას მელაპარაკე არა თელი მოსახლეობა გარეთ არის გამოვარდნილი იმ ის პროდასავლელები გარეთ არიან გამოვარდნილი რუსეთუმეს გეძახიან და შერას გამოხედი აქ რას აკაკუნებ აი რა უბედურება ხალხო ასე შორს ვერ წახვალთ ასე ყველა მიმართულებით მეორე გწევს კიდე რომ საწაიკითხეთ კონფედერაცია ტყუილიაო და არაფრად არ წაგვიკითხე კაცო პირდაპირ ეთერში თქვა გიავოლსკი მე ეს კი ტყუილია ანუ საკუთარი პარტიის განცხადებებს მიადევნეთ ხალხო თვალყური ახლა მე უნდა ჩაგაყენოთ საქმის კურსში ოცნების მხარდამჭერები თქვენი პარტია რეებს ლაპარაკობს გამაგიჟებს ეს აი აქ ერთი კითხვა კიდე აი გონიოში ბაზასთან დაკავშირებით ხალხო ეს გონიოში ბაზის საკითხი ისე კი არ არის რომ ჯიბეში გვიდევს და ეგ საერთოდ ეხლა შესრულებადი აღარ არის ეხლა რა ვიცი ეგ როგორი ოპტიმისტური სცენარი იყო იცი ეგ იყო 2021 წელს უკრაინაში ჯერ ომი არ იყო დაწყებული ხალხო რა უნდა წარმოვიდგინოთ ხვალო რუსეთმა ჩვენი თანხმობის გარეშე მოინდომოს გონიოში ბაზის აშენება ან დაბრუნება ან რესტავრაცია შეძლებს სავარაუდოდ შეძლებს ხომ ასეა ამიტომ მე ყველაზე მეტად რაზე ამერიკა დაგვიცავს ხო ანუ როგორი რაღაცა იცით აქ საუბარი იყო 5 წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენს გადაცემაში საუბრობდით ვერსიას რაზე შეიძლება სავარაუდოდ რუსეთი დაგეთანხმოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გაცვლაზე. და თეორიულად მოდელირებას რო ვაკეთებდით, აი რა შეიძლება შესთავაზო ერთ-ერთი ვერსია იყო, რომ ჯერ ერთი იქ რო უყენია ბაზა, მაგ ბაზას არსად არ წაიყვანს რუსეთი. იქ რო უყენია უკვე რუსული ბაზა უკვე დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ვინმეს თუ გონია, რომ აფხაზეთში რო იქ სამხედრო ინფრასტრუქტურა აქვს რუსეთს მოწყობილი, შენ რო ეტყვი, აბა, კარგად იყავი, ეგრევე გაიყვანს. ჩვენ ვარაუდობდით, რა უნდა შესთავაზო ისეთი, რის სანაცვლოდ ჩვენი იურისდიქციის გავრცელებას და ტოლვილების დაბრუნებას დაეთანხმებოდა რუსეთი აფხაზეთზე. Вообще, ეს ხალხი რას ვერ ხვდება, იცი, უფრო გავამარტივებ რა. აი რუსეთთან მოლაპარაკებებს რო იწყებ. ნუ ვიღაცები ამბობენ რომ არ უნდა დავიწყოთ. მაგათი სქემა როგორც ჩანს ომი არის, კაცო. ან დიპლომატიით იბრუნებ, ან ომით. ვიღაცებს გონიათ რომ ომით დაიბრუნებ. მაგათთან вообще არ ვლაპარაკობ, კაცო, ხა ვინც თulis უკრაინის შემხედვარი, კიდე რომ ჩვენ აფხაზეთს და სამაჩაბლოს ეხლა ომით ვიბრუნებთ, მაგასთან რავი, ხა მაგას თვითონ მიხედონ მაგ ფლანგმა. მაგრამ აი ვინც თulis რომ დიპლომატიური გზით, ანუ შვიდობიანად უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთ და სამაჩაბლო. ჯო მაგ ხალხთან რა კითხვა მაქვს, იცი? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იქით მხარე თმობს ყველაფერს და შენ არაფერ ნაბიჯს არ აკეთებ, ანუ ეგრე წარმოგიდგენიათ, შენ თან ლანძღავ. ანუ შენ ანუ ამათ როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთთან მოლაპარაკები, მოდი მაგას აღვწერ რა. და სხვათა შორის თავრობაც კი ეგეთ განცხადებას აკეთებს, რომ აი რუსეთმა გაიყვანოს ჯარები, ყველაფერი დაგვიბრუნოს, კომპენსაცია გადაგვიხადოს და ჩვენ რას ვიზამთ მაგის საპასუხოდ? პუტინის გინებას შევწყვეტთ. აი გაცვლა არის ამათ ტვინში ეგეთი. აი ჩვენ დედას აღარ გაგინებთ და თქვენ მოგვეცით ყველაფერი უკან. ამათ ტვინში დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. ეხლა თან უკრაინას რო გადაუარა ნატოს ბლოკს რო პროქსი ომი ეომა მთელი საერთაშორისო სამართალი რო დაიკიდა წიხლზე
და ვერაფერი რო ვერ გაუქაჩეს იქიდან პირდაპირ წაართვა ტერიტორიები, აი მაგის მერე ტიპებს მაინც ტვინში ეგრე აქვთ, რომ დიპლომატია როგორ მუშაობს, იცი, აი შენ იმას აგინებ და ის გიბრუნებს ყველა. აი სინამდვილეში ტრაგედია ვთქვა, აი. საერთოდ არ ფიქრობენ მაგაზე. აი ეგეთი საკითხიო ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. ეგ კი არ ახელვებს, კაცო. ეგ რო აღელვებდეს ახლა და მაგას რო ფიქრობდეს, მაშინ ორჯერ ორს მიაბავდა ერთმანეთს და რაღაც დალაგებულ სიტყვებს. აქ სინამდვილეში სხვა რაღაცა ხდება, კაცო. თარბიან ესენი და რაღაცა ამერიკას თავი მოაწონა და რუსეთუმეს გაიძახიან და რა ვიცი მე დაგარქვეს კაცო თქვენ უკვე რუსეთუმე და რა ვიცი იმ ამერიკამ დაგარქვა და იმართლეთ ახლა თავი და იყავით კაცო და მაგ ტაქტიკით ამერიკას თავს რამდენად მოაწონებთ არ ვიცი ახლა ეცადეთ თუ გინდა იშვირეთ თითები და რუსეთუმე იძახეთ მაგრამ თქვენ ქვიათ უკვე ამერიკის მხრიდან